პოლიცია ამ დრომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს შეიარაღებულ თავდამსხმელს, რომელმაც 32 წლის კაცი სასიკვდილოდ გაიმეტა. უმძიმესი ამბავი ახმეტაში 19 აპრილს იმ დროს დაატრიალდა, როდესაც აღდგომის დილა თენდებოდა, როგორც ირკვევა არჩილ ჯაბანაშვილს საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ, როდესაც ის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, მას უცნობმა პირებმა დაუძახეს და ამის შემდეგ იყო რამდენიმე გასროლა. ადგილობრივები პირველებთან საუბრისას ყვებიან, რომ გაიგონეს მიჯრით გასტროლის ხმა. პირველები ვესაუბრეთ ასევე გარდაცმოკლული 32 წლის არჩილ ჯაბანაშვილის დედას, რომელიც ქრონოლოგიურად იხსენებს, როგორ განვითარდა პროცესი სოფელ ახმეტაში. დედა პირველებთან საუბრისას ამბობს, რომ მისი შვილი იმ ემიგრაციიდან იყო ახალი დაბრუნებული და ის ოჯახის წევრებს ეუბნებოდა, რომ სავარაუდოდ მოასწე მოხდებოდა ანგარიშწორება. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ემიგრაციიდან დაბრუნებულ კაცს კონფლიქტი არავისთან ჰქონია, არ იციან რა გახდა ამ სასტიკი მკვლელობის მოტივი, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ფინანსური ანგარიშწორება. სავარაუდოდ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ფინანსური დავალიანება იყო ამის მიზეზი მხარეებს შორის. მე ვნახე ჩემი შვილი, პირველმა მე ვნახე ჩემი შვილი 4-5 ტყვია მოახვედრეს. 5 ტყვია. გერაცვალა. მე თქოდა ხოლმე ჩემი შვილი დედაო. სამართლიანად ვიცხოვრებ დედიო, ვის გინდა იყოს სასტორზე დავდებ ჩემი ღვიძლი და შეც რო იყოს სასტორზე დავდებ ყველაფერს. დედა რომელი ისტორია იმ გზაზე გავიყვანო, დედა მოგიკვდე შეშვილო. ზუსტად ეს არ მოსწონდათ ეს სამართლიანო. აი მას შეეწირა უსამართლობა ჩემი შვილი. ჩემთვის ერთი ტყვია გვერდზე დევსო, დედა მოგიკვდე შვილო და შეგუიამასო, დედა გენაცვალა. 32 წლის არჩილ ჯაბანაშვილი მის საცხოვრებელ სახლთან დედამ იმ დროს ნახა, როდესაც მამაკაცის სისხლისგან იცვლებოდა. არჩილ ჯაბანაშვილს სავარაუდოდ მოხვედრილი ჰქონდა 5-ზე მეტი ტყვია, მათ შორის ერთი სახის არეში, 2 კი გულმკერდის არეში, რაც აღმოჩნდა მისთვის სასიკვდილო. ადგილობრივები ამბობენ, რომ 19 აპრილს საღამოს საათებში გაიგონეს მიჯრით გასტროლის ხმა. ამის შემდეგ კი გაიგეს, რომ მათ მეზობელს საცხოვრებელ სახლთან ჩასაფრება მოუწყეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. ადგილობრივები პირველებთან საუბრისას ამბობენ, რომ კაცი ახალი დაბრუნებული იყო ემიგრაციიდან, არ იციან ვინ მოუწყო ჩასაფრება, თუმცა ახმეტაში მცხოვრები მოქალაქეები პირველებთან საუბრისას ამბობენ, რომ 19 აპრილს დაინახეს შემთხვევის ადგილიდან, როგორ მიდიოდა მაღალი სიჩქარით ერთი ავტომობილი და როგორ გარბოდა 2 მამაკაცი სწორედ ამ ავტომობილისკენ. პირველებთან საუბრისას ახმეტაში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ სასტიკი მკვლელობის შემდეგ ადგილზე სოფელში არ უნახავთ პოლიცია, არ შეუმჩნევიათ საგამოძიებო მოქმედებები და ამ დრომდე არ გამოუკითხავთ მოკლული მამაკაცის მეზობლები, რომლებიც აღნიშნული საქმის სავარაუდო მოწმეები არიან. ახლა გამოიყვანა და ხალხი ჩამოსული იტალიაში ყოფილა. გამოვიდა ცხოვრება. ერთი მაშინაც ორი. ვინმესთან კონფლიქტი ჰქონდა თუ რა მოხდა? წასული იყო ეტყობა. თავის საქონდა რა. წასული რა გარჩევის ამბავი იყო, რა იყო, გადაგდების ამბავი იყო, შავ სამყაროში რა იყო, რა მოხდა ვერ ვიცი. ანუ შავ სამყაროსთან ჰქონდა კონფლიქტი? სროლის ხმა გავიგე რა, ახლო ცხოვრობ. ახლო ცხოვრობ და გავიგე სროლის ხმა. რამდენი სროლა იყო დაახლოებით? ალბათ 4 რა, უფრო მეტიც. ახლო ცხოვრობ და გავიგე სროლის ხმა. დილის 7 საათზე გავიგე რომ ისავე. გაიღო ეს სროლისა რა, გაიღო. მიზეზი რა იცით? მიზეზი არაფერი არ ვიცი. აქ სახლთან ესროლესო? ხო, ამბობენ ასე და რა ვიცი და ნიჩენი ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩემთვისაც გაუგონარი ამბავი იყო, ხო. ვინმესთან კონფლიქტი ჰქონდა? არ ვიცი, გენაცვალე არა მგონია, რა ვიცი, არ იყო ცუდი ბიჭი, ძალიან კარგი ადამიანი იყო და. აქ პოლიცია რამე საგამოძიებო მოქმედებები? ეგენი არაფერი არ ვიცი, მე არ შევსწრები. პოლიცია რამე საგამოძიებო მოქმედებები ხوار ჩატარდა, ხوار გამოგკითხათ ვინმემ რამე ხوار დაინახეთო, ხوار გკითხეს. არაფერი მსგავსი, ხო?
ადგილობრივები პირველებთან საუბრისას ამბობენ, რომ ანგარიშწორების მოტივი სავარაუდოდ გახდა ფინანსური ანგარიშწორება და არ გამორიცხავენ, რომ ამ დაპირისპირებაში უკვე ჩართულები ყოფილიყვნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები. არჩილ ჯაბანაშვილი 32 წლის მამაკაცი, რომელიც ემიგრაციიდან ახალი დაბრუნებული იყო, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაცხრილეს და სავარაუდო მკვლელი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუკავებია.